ვასილექიშვილის საუკეთესო ცირაყურაშვილის საავტორო ნაშრომი ბელიერის პამპულები აღმოჩნდა. ლიტერატურულ კონკურსს 100 სიტყვა პოეზიაში კიდევ 2 გამარჯვებული ჰყავს. ნინო ქადაგიძე საავტორო ლექსით აღსარება და გუგა გრიგოლია ნაშრომით მეშვიდე ქარი. ნომინანტები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, თუმცა საკუთარი ფავორიტის დასახელების შესაძლებლობა მკითხველსაც ჰქონდა. ამავე სახელწოდებით მორიგი ლიტერატურული კონკურსი ბათუმში შემოდგომაზე გაიმართება. ცირაყურაშვილის საავტორო ნაშრომს სახელწოდებით ბელიერის პამპულების ჟიურიმ უპირატესობა 300 ლექსს შორის მიანიჭა. ეს არის სტიმული გავაგზავნო და ისე ჩემს საყვარელ საქმეს, რასაც პოეზია ქვია, ისე ვემსახურო, ისე როგორც უნდა ვემსახურო. კეთილსინდისიერად, მთელი ემოციით, შეგნებით, სულით და გულით. ნინო ქადაგიძის საავტორო ლექსი მარხვა დაიწყო და გუგა გრიგოლია ნაშრომით მეშვიდე ქარი. კონკურსის საუკეთესო სამეულებში შევიდნენ. ველოდი უბრალოდ ყოველთვის იმას წერ, რასაც ვფიქრობ და წერ სულ მგონია რატომღაც რომ ჩემთვის და არასდროს არ მიმიღია, მე რამდენი წელია ტარდება ეს პროექტი, არ მიმიღია არასდროს მონაწილეობა. დღეს წელს რაღაც ვიფიქრე რომ იქ შეიძლება რომ გავუშვი, რა ვიცი, არ ველოდი ნამდვილად. ეს არის არაჩვეულებრივი მოვლენა ბათუმის ლიტერატურულ ცხოვრებაში, რომ ტარდება ასეთი არაჩვეულებრივი ლექსებისა და პროზის გამოფენა. დღევანდელი დღე იყო განსაკუთრებით ჩემთვის მნიშვნელოვანი, რამდენადაც მეც ამ სფეროში უმოღვაწეობ. ლიტერატურულ კონკურსზე სახელწოდებით 100 სიტყვა ავტორები ნამუშევრებს ინტერნეტ საიტზე რამდენიმე თვის განმავლობაში ათავსებდნენ. პირველ ეტაპზე 6 წევრიანმა ჟიურიმ 300-დან 57 საუკეთესო ლექსი გამოავლინა. საბოლოოდ 3 გამარჯვებული კი სწორედ მათგან შეირჩა. სპეციალურ სტენდებზე გამოფენილი ლექსების გაცნობის შემდგომ კონკურსზე საკუთარი ფავორიტის დასახელების საშუალება მკითხველებსაც მიეცათ. მკითხველის სიმპათია ბათუმელი პოეტი სულხან წულუკიძე გახდა. ამ პროექტმა უკვე თავისი ადგილი დაიჭირა ქართულ ლიტერატურულ სივრცეში. ეს უკვე პოეზიის ღია გამარჯვებულები გამოვლინდა, შეურიგ მუშავა, ფიქრობ დამსახურებულად გაიმარჯვა პირველ ადგილოსანმა, მეორე ადგილოსანმა, საპრიზო ადგილებზე გასულებმა. ნამდვილად ლიტერატურული ზეიმია. მომდევნო ლიტერატურულ კონკურსს სახელწოდებით 100 სიტყვა ბათუმი უკვე ნოემბერში უმასპინძლებს.